პირველ-მეორე საუკუნეებში გარდა რომისა და პარტიისა, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობის სრული ატრიბუტიკა მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას, იბერიას ჰქონდა შენარჩუნებული. ახალი წელთაღრიცხვის პირველ-მეორე საუკუნეების მიჯნაზე გეოპოლიტიკური ფაქტორების სწორად გამოყენების წყალობით იბერია ისე გაძლიერდა, რომ თავად გადავიდა შეტევაზე, როგორც პარტიის, ისე რომის იმპერიის წინააღმდეგ. ანტიკურ ეპოქაში იბერიის ძლიერების ხანა ემთხვევა ფარსმან მეორე ქველის მეფობის პერიოდს. ფარსმანის გამეფებისას მეორე საუკუნის პირველ ნახევარში რომაული გარნიზონები იდგა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, სირიასა და სომხეთში. კაბადოკია რომის პროვინციას წარმოადგენდა. მიდიატროპატენა რომსა და პართიას შორის სადაო ტერიტორიად იქცა. იმპერატორ ადრიანეს მმართველობის დროს, კერძოდ 134 წელს, ფარსმან ქველმა ჩრდილოეთ კავკასიის ალანებთან, ანუ ოსების წინაპრებთან ერთად აბრეშუმის გზას შეუტია. მათ დაარბიეს არმენია, კაბადოკია, პართია, ალბანეთი, მიდია. შეშინებულმა პართიის მეფემ დიდძალი საჩუქრები უბოძა ალანებს, მეტიც შუამდგომლობას თხოვა რომის იმპერატორს. კაბადოკიის რომაელმა მმართველმა ფლავიუს არიანემ დიდი სამხედრო მზადება დაიწყო. ალანები რომის ლეგიონებთან შეტაკებას გაერიდნენ და კავკასიონის ქედს მიღმა გადავიდნენ, მაგრამ რომაელებმა მაინც ვერ გაბედეს იბერიის წინააღმდეგ წასვლა. ამ დროს ვითარების დასარეგულირებლად კაბადოკიაში ჩამოვიდა თავად რომის იმპერატორი ადრიანე. მან კაბადოკიის მმართველის ფლავიუს არიანეს ხელით მოწვევა და დიდძალი საჩუქრები გაუგზავნა ქართლის მეფეს, მაგრამ ფარსმანი 40 მილიონი ქვეშევრდომის პატრონ რომის იმპერატორს კაბადოკიაში არ ეახლა, არც არავითარი პირობები არ შესთავაზა დასაზავებლად. ფარსმან ქველისა და რომის მმართველის დაპირისპირება 134 წელს არ დაწყებულა. რამდენიმე წლით ადრე ფარსმანმა რომაელები განდევნა თანამედროვე კლარჯეთისა და აჭარის ტერიტორიიდანაც. ფარსმან ქველი არც 134 წლის შემდეგ წყვეტდა ზეწოლას აბრეშუმის გზაზე. მას რამდენჯერმე ჰქონდა ომი უშუალოდ პართიასთან და ამ ომებიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ფარსმანმა შექმნა იმ პერიოდისათვის სრულყოფილი სამხედრო სისტემა, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა თვით რომაულ სისტემასაც კი. ჯარის ორგანიზება და სტრუქტურა. თავარსარდალი, მეფე, თავარსარდლის მოადგილე, სპასპეტი, შიდა ქართლის ერისთავი, სარდლები, 7 ერისთავი, გვარდია, ხევის მამასახლის და საგვარეულოები, მობილიზაცია. მეფე შიკრიკთა საშუალებით იხმობდა სპასპეტსა და 7 ერისთავს, ერისთავები ხევის ბერებს, ხევის ბერები გვართა მამასახლისებს, მამასახლისები სახლიკაცებს. ქართველი ჯარისკაცი, როგორც წესი, ერთდროულად რამდენიმე იარაღის ხმარებაში ოსტატდებოდა, იწვრთნებოდა. 128 წელს რომის ტახტზე ავიდა ანტონინე პიუსი. მან კიდევ უფრო მეტი დაუთმო იბერიას, ვიდრე ადრიანემ. ფარსმან ქველი ოჯახით ურთ რომში მიიწვიეს. მარადიული ქალაქი დიდი ზეიმით დახვდა იბერიის ძლევამოსილ მეფეს, მის მეუღლესა და ვაჟიშვილს. იმპერატორმა ანტონინე პიუსმა რომის ყოფილი პროვინციები შავი ზღვის პირეთსა და არაქსის სამხრეთით იბერიის საკუთრებად სცნო. არნახული პატივი მიაგეს ფარსმან ქველს. რომის იმპერიაში პირველად არარომაელ ხელმწიფეს ნება დართეს, რომ კაპიტოლიუმში, ანუ რომაელთა უმთავრეს წმინდა სალოცავში მსხვერპლი შეეწირა. ეს აქტი იბერიელთა არაბარბაროსობის, რჩეულობისა და რომაელებთან სრული თანასწორობის უპირობო აღიარება იყო. ფარსმან ქველის პატივსაცემად რომში სამხედრო ვარჯიში გაიმართა, რომელსაც იმპერატორი ოჯახით ურთ დაესწრო. ფარსმან ქველმა ყველა რომაელი დაჩრდილა სამხედრო ოსტატობითა და სტრატეგიული აზროვნებით. მარსის ველზე, იქ სადაც რომის სახალხო კრება, ანუ პარლამენტის ქვედა პალატა იკრიბებოდა, იდგა ტაძარი, რომელშიც იმპერატორ ანტონინე პიუსის ბრძანებით იბერიის მეფის, ფარსმან ქველის ცხენზე ამხედრებული ქანდაკება დადგეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფარსმანმა მთელი თავისი ძალისხმევა პართიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებისკენ მიმართა. ისტორიული ცნობებიდან ჩანს, რომ ფარსმანმა მრავალჯერ დაამარცხა პართიელები. ფარსმან მეორე ქველის სიკვდილის შემდეგაც იბერიის სამეფო თითქმის 80 წლის მანძილზე ინარჩუნებდა თავის ძლევამოსილებასა და ადგილს მსოფლიო პოლიტიკაში.